მასობრივი საჰაერო თავდასხმები, გარდაცვლილები და დაშავებულები. ისრაელს და ირანს შორის რამდენიმე დღეა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. ორივე მხარე საჰაერო გზით მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ობიექტებს უტევს, როგორც ირანული, ასევე ისრაელის მედიის ინფორმაციით. ორივე მხარეს დაღუპული და დაშავებულია მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე ბავშვები. ისრაელის შეტევებმა არაერთი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანის და ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერის ლიკვიდაცია მოახდინა. ქვეყნები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ, დაიხურა სკოლები, დიდ ქალაქებს მოსახლეობა ტოვებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ რადიაციული დაბინძურების კუთხით ვითარება შეაფასა. ამ თემაზე ბოლო ინფორმაციას ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ჩოხელი მოგვაწვდის. ქეთი, რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და როგორია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეფასება? ლაშა, არსებობს თუ არა რადიაციის გაჟონვის საფრთხე ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის დარტყმების შემდეგ? ეს ალბათ ის კითხვაა, რომელიც დღეს მსოფლიოში ბევრს აღელვებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ დღეს სააგენტოს მმართველი საბჭოს ხდომაზე ისაუბრა ირანში ბირთვულ ობიექტებზე არსებულ სიტუაციაზე და განაცხადა, რომ ნათანზისა და ისპაჰანის ობიექტების გარშემო რადიაციის დონე უცვლელია და ნორმის მაჩვენებელს შეესაბამება. მან თქვა, რომ ნათანზის ობიექტის შიგნით შეინიშნება რადიაციული და ქიმიური დაბინძურება, თუმცა ამ რისკის ეფექტიანი კონტროლი შესაძლებელია. მანამდე სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელის პარასკევის დარტყმების შედეგად განადგურდა ნათანზის ბირთვული საწვავის გამდიდრების მიწის ზედა ობიექტი, სადაც ურანის 60%-მდე გამდიდრება ხდებოდა. სააგენტოში ამბობენ, რომ ფიზიკური თავდასხმა არ მომხდარა მიწის ქვეშა დარბაზზე, თუმცა ელექტრომომარაგების შეწყვეტამ შესაძლოა იქ განთავსებული ცენტრიფუგები მწყობრიდან გამოიყვანა. რაფაელ გროსი ამბობს, რომ ისრაელის მიერ პარასკევს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ბოლო დღეებში ირანის ბირთვული ობიექტებისთვის დამატებითი რამე ზიანი არ მიყენებულა. გროსის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში რჩება და შემოწმებებს გააგრძელებს მაშინ, როდესაც ამის საშუალებას უსაფრთხოების სიტუაცია მისცემს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, სააგენტო მზად არის რეაგირება მოახდინოს ბირთვული და რადიაციული საგანგებო მდგომარეობის წარმოქმნის შემთხვევაში. ნათანზის საწვავის გამდიდრების ობიექტზე დამატებითი დაზიანება არ მომხდარა პარასკევის თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც განადგურდა საწვავის გამდიდრების საპილოტე ქარხნის მიწის ზედა ნაწილი. ნათანზის ობიექტის გარეთ რადიაციის დონე უცვლელი რჩება და ნორმის მაჩვენებელს შეესაბამება, რაც აჩვენებს, რომ მოსახლეობაზე ან გარემოზე რადიაციული ზემოქმედება არ მომხდარა. ნათანზის ობიექტის შიგნით მოხდა როგორც რადიაციული, ისე ქიმიური დაბინძურება. სააგენტო იმყოფება და რჩება ირანში. უსაფრთხოების შემოწმებები ირანში გაგრძელდება. როგორც კი უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგცემს. ისრაელმა სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო ქვეყნის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე დამბომბვით, რასაც თეირანის საპასუხო დარტყმები მოყვა, 8 დაღუპული და 300-მდე დაშავებულია ისრაელზე ირანის ბოლო ერთი დღის სარაკეტო იერიშების შედეგად. შეიარაღებული ესკალაციის დაწყებიდან ისრაელში ირანის იერიშებს 24 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 600-მდე დაშავებულია. ამ დღეების განმავლობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. წუხელ ირანის სამიზნე გახდა თელ-ავივი, საპორტო ქალაქი ჰაიფა და დასახლება პეტაჰ-ტიკვა, სადაც სარაკეტო თავდასხმას ყველაზე ძლიერი ნგრევა მოყვა. აქ დაღუპულია 4 და დაშავებულია 10-ობით ადამიანი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი მთავრობის ოპერაციას 2 მიზანი აქვს, ეს არის ირანიდან ბირთვული და სარაკეტო საფრთხის აღმოფხვრა. ისრაელის საჰაერო ძალები აკონტროლებენ თეირანის ცას. ეს არის მთელი კამპანიის ცვლილება. ჩვენ მივემართებით ჩვენი 2 მიზნის მისაღწევად: ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა და რაკეტული საფრთხის აღმოფხვრა. როდესაც ჩვენ ვაკონტროლებთ თეირანის ცას, ჩვენ ვარტყამთ სამიზნეებს ირანის კრიმინალური რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას იღებს მიზანში და ბავშვებს და ქალებს კლავს. ჩვენ მოვუწოდებთ თეირანის მოქალაქეებს ევაკუაცია მოახდინონ და მოქმედებთ. ჩვენ გზაზე ვართ გამარჯვების მიღწევისკენ. ისრაელის ხელისუფლება ამბობს, რომ არ დაუშვებს, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან ამას ისრაელის სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალური საფრთხე. ეს მიაჩნია ეგზისტენციალურ საფრთხედ ისრაელის მედიაში გავრცელებული ცნობებით. ისრაელის ოპერაციას ირანის ბირთვულ პროგრამაში ჩართული უმცირედ 14 მეცნიერი ემსხვერპლა. მოკლულთა შორის ასევე არიან სამხედრო მეთაურობის გავლენიანი წევრები. ბოლო იერიშებს ირანში ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის დაზვერვის უფროსი და კიდევ 2 სამხედრო მაღალჩინოსი.
ბეგოსანი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით ღამით ავიაგამანადგურებლებით საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ქვედანაყოფის ალ-ყუდსის ძალების სამეთაურო ცენტრებზე. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესპიკერი ამბობს, რომ ისრაელმა მიაღწია სრულ საჰაერო კონტროლს თეირანის ცაზე. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის იერიშების შედეგად პარასკევის შემდეგ 220-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, 1500-მდე კი დაშავებული. ოფიციალური თეირანის მონაცემებით მათი უმეტესობა სამოქალაქო პირია. შეირაღებული ესკალაციის ფონზე ირანის პარლამენტი ამზადებს კანონ პროექტს ბირთვული იარაღის გავრცელებლობის ხელშეკრულებიდან ქვეყნის გასვლის შესახებ. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ თეირანი კვლავ რჩება მასობრივი განადგურების შეიარაღების განვითარების წინააღმდეგი. ოფიციალური თეირანი ისრაელის ოპერაციაში თანამონაწილეობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. ჩვენ ჩართული ვიყავით მოლაპარაკებებში ამერიკასთან. დიპლომატიური პროცესის შუაში ჩვენ დაგვიპირისპირდა სიონისტური რეჟიმი აგრესიის აქტით. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი ქმედება შესაძლოა მომხდარიყო შეერთებულ შტატებთან კოორდინაციის, თანამშრომლობის და მათი მხარდაჭერის გარეშე. ამან დიპლომატიურ პროცესს გამოაცალა თავისი შინაარსი და არსი. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი იქნება მთავარი თემა დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც დღეს კანადაში დაიწყება. ადგილზე უკვე ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი. ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ვიდეო შეხვედრის რეჟიმში 17 ივნისს განხილვა მოხდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებშიც. მადლობა ისრაელი-ირანის კონფლიქტზე პირდაპირ ეთერში ქეთი ჩოხელი საუბრობდა.